დილამშვიდობის მოგესალმებით, ქორწილების სეზონს გახსნილად ვაცხადებ და აქედან გამომდინარე პატარძლის ამპლუაში მოგესალმებით და დღეს ეს არის ქალბატონ თამარ ნადირაძის დამსახურება, ხოლო 2 წლის წინ უნდა ვახსენო, რომ კახა არაბიძის დამსახურება იყო, თორემ ეწყინებოდა. ქალბატონ თამარ, ვიცი რომ სერიოზული წარმატება გვაქვს წილად კიევში, ამაზე რომ ვისაუბროთ. დიახ, კიევში ჩვენ მიწვეული ვიყავით ასოციაცია, საქართველო-უკრაინის ასოციაცია, ეს იბერია, მათი მიწვევით იყო ეს ჩვენება. ჩაეგუნთაიშვილს რა თქმა უნდა მივესალმებით. მეც მოგესალმებით. საკმაოდ წარმატებული ჩვენება იყო. სხვადასხვა სააგენტოებიდან იყვნენ გოგონები არჩეული, 30 მოდელმა მოირგო. კოლექციას რაც შეეხება თვითონ კოლექცია ყველანაირი ჰქონდა, მაგრამ უფრო ჰქონდა ელეგანტური სტილს, რასაც ვეძახით, ნაკლებად გაშლილი, იმიტომ რომ პრობლემატურიც იყო ამდენი კაბის წაღება და უფრო ელეგანტური სტილი ჰქონდა და ამდენი კაბა ჰქონდა წარგენილი. 30 კაბა იყო, იქიდან დიდი კოლექცია. 4 იყო ნაციონალური. დიახ, საკმაოდ დიდი კოლექცია. ერთ-ერთი მაცვია მე ეს ქართულია. დიახ, გათანამედრო. აუცილებლად გიჩვენებს სულ ცოტა ხანში. გვიანებით, დიახ. და კიდევ სიახლე ჩვენ რაც აგვაქვს არის ის რომ პარალელურად უკვე ერთი თვეზე მეტია ვმუშაობთ, ფოტოსესიები გვაქვს საფრანგეთის დაკვეთით ვაკეთებთ კატალოგს. ეს იქნება მარიგოლდი, ქართული ბრენდის კატალოგი. წინსწრებია მაღაზიის გახსნამდე და ისედაც გვინდა რომ ჩვენი ლამაზი გოგონები, ჩვენი ნიჭი იყოს დანახული უცხოეთში. დღეს კი ჩვენთვის ზე სტუდიო მუშაობს, დაუზარელად იღებს ფოტოებს დილიდან. დიდი მადლობა ზე სტუდიოს ფოტოგრაფს დათო ხარატიშვილს, აბა მათ ჩვენ რა გამოვიდა? ესე გამოვიდა საოცრება. ეს არა და სხვა ფოტოები მინდა და სად შეიძლება რომ მოგაკითხო. ესე იგი ზე სტუდიოს საიტზე შემოხვალთ და იქ ჩვენი Facebook-ზე იქნება ატვირთული. დღევანდელ ჩვენ შვენებაში ლედი ფეშენ შარმის გოგონები. შარმის გოგონები იღებენ მონაწილეობას. კატალოგში შედის ფეშენ შარმის მოდელები, რა თქმა უნდა, და ჯეო მოდელსის ახალი სახეები. ეს იყო და განსაკუთრებით არის ჩვენთვის ერთი ახალი სახე მოემართება. ახალი უცნობი სახე და რომ გვინდა ძალიან რომ იმ ცნობად სახეებთან ერთად იყოს ახალი სახეებიც გაჟღერებული. პატარძალს ეხება საქმე. ყოველთვის ჯობს რომ ესეთი პირდაპირ ვთქვათ ახალი და არა გაცვეთილი სახე იყო. იცი ანი მარტო საქორწილო კაბები არ შედის კატალოგში, შედის ასევე საღამოს კაბები. საღამოს კაბებს იგულისხმება ასევე მეჯვარის კაბა, რომელიც არანაკლებ პრობლემას იმოსება მეჯვარეებიც, დედოფლებიც მიდიან გამოპრანჭულები, კაზმულობით გალამაზებული ვარ. არის რაღაცა დრეს კოდი, რო ვთქვათ, მეჯვარეს არ უნდა ეცვას შავი კაბა, რომელიც კოდი არა, ნუ თხოვნა ძალიან დიდი ხშირ შემთხვევაში ამას არ ითვალისწინებენ ხოლმე რომ შავი კაბები, ნუ სასურველია რომ არ ეცვათ შავი კაბა მეჯვარეებს, რა თქმა უნდა. იქნებ მეჯვარეს რაღაცა ფარული სიმპათია მიგონა. გლობობს რომ არ ჩაითვალოს ასე, რა თქმა უნდა. ამიტომ ნუ ჩაიცვათ შავ კაბას. ნურც თეთრს ასე გირჩევდით იმისთვის რომ არ დაჭრდილოთ პატარძალი, თუმცა ამის გაკეთება გაცილებით ან ძალიან რთული იქნება კომპანია მარიგოლდის დახმარებით, რა თქმა უნდა. და ამით გემშვიდობებით სიძე არ გვყავს, მაგრამ გვყავს დათო ხარატიშვილი მამაკაცი და ზურად უნდო, რომელსაც არაჩვეულებრივად შეითავსა სიძის როლი და ოპერატორისაც გემშვიდობებით კარგად.